yourself a merry little Christmas. Let your heart be light. From now on, our troubles will be out of sight. Yourself a merry, merry, merry little Christmas. Make the Yuletide gay. From now on, our troubles will be miles away. As in olden days, happy golden days of yore. Faithful friends who are dear to us, gather near to us once more. Through the years we all will be together. If their fates allow, hang a shining star upon the highest pole, and have yourself a merry little Christmas. Have yourself a merry little Christmas. Have a merry little Christmas. Merry, 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 merry Christmas. Merry, merry, merry Christmas. Merry Christmas. And have yourself a merry little Christmas now. Bravo! მოგესალმებით, ნანა გვარმიანი, სოფო წერაიძე, თამარ თველიაშვილი. ეს იყო სპეციალური სიურპრიზი ანიტა რაჭველიშვილისთვის და ჩვენი არქივი. ესეთი არაჩვეულებრივი განწყობით დაიწყო შენი შუადღე მარინა ბერიძესთან შუადღე თანაც ამ წელიწადში ასე ვთქვათ ბოლო ჩემი რუბრიკაა და აი ესე ვიფიქრე რომ ესე მოგიწყნათ და მადლობა დიდი. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა დღენახევარში შექმნილი ნაწარმოები ნანა. დიდი მადლობა ყველაფრისთვის და გადავდივართ მაია. გადავდივართ ჩვენს არაჩვეულებრივ ანიტასთან. მოგესალმებით. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ დღეს, იმიტომ რომ ჩემი სუბიექტური და ობიექტური მიზეზებით ჩემთვის განსაკუთრებულად საყვარელი ადამიანი ხარ, განსაკუთრებულად საინტერესო მომღერალი, შენი ხმა არის მართლაც განსაკუთრებული და არაჩვეულებრივი და ამ მთელი მსოფლიო მონუსხე შენი ხმით და ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი რომ შენ ხარ ძალიან კარგი მოქალაქე შენი როგორც მომღერლის ისე სამოქალაქო ხმა შეგვიძლია თქვა. რასაც ვამტკიცებ სულ. ხმა ყოველთვის ძალიან სწორ დროს ისმის ხოლმე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი მადლობა მინდა შენ ამისთვის მოგიხადო. მადლობა თქვენ. რა ვიცი, დაახლოებით ხვდებით რამდენად ბედნიერი ვარ მე, იმიტომ რომ კიდევ ჩემი დამოკიდებულება მაქვს, ჩემი დიდი სიყვარული მაქვს და ყველაზე მართალი ადამიანი ხარ, ვინც კი მინახია იმ სცენაზეც რომ დგახარ, იმიტომ ხარ ძალიან დიდი, რომ ხარ ძალიან მართალი. და ასე დროს შენი ჩამოსვლა, მე ვიცი რომ ძალიან ცოტა დრო ქონდა, მაგრამ არ შეგეძლო რომ არ ჩამოსულიყავი და ძალიან დატვირთული გრაფიკით იყავი და ულოცავ საქართველოს იმას, რომ აი ესე ხმამაღლა
დაბრუნდა ანიტა რაჭველიშვილი და აი ამ ქარცეცხლში ჩამოხვედი. ჩამოვედი. არ შეგეძლო. ხო, ძალიან საინტერესო არის შენი თვალით დანახული ამ ქვეყანაში და ქვეყნის იქით როცა ხარ კიდევ ეს ყველაფერი რაღაცა განსაკუთრებულად აღიქმება ხოლმე ადამიანს. განსაკუთრებულად აღიქმება და ძალიან ძიმეა ეს ფაქტი, რომ ანუ ამ ყველაფრის აკვირდების შორიდან ძალიან ბევრ ძალიან საშინელ მოვლენებს ხედავ ეკრანის საშუალებით და არანაირი სხვა საშუალება არ გაგაჩნია, რომ და ერთ-ერთი შეგიძლია ხმა მიაწვდინო. ასე დაუდგე გვერდში იმ ადამიანებს, ვინც დგანან დღემდე, უკვე დღეს 29 დღეა. ერთი თვე გახდა და ძალიან რთული იყო პირველ რიგში, ზოგადად საერთაშორისო გამოხმაურება იყო ძალიან დიდი. ეხლა მე იტალიაში ვიყავი და იქაურ პრესას ვაკვირდებოდი, ძალიან ობიექტურად აშუქებდნენ არსებულ მოვლენებს, რაც მახარებს, იმიტომ რომ არის ქვეყნები, რომელიც დღემდე ძალიან კარგ ურთიერთობაში არიან რუსეთთან და ამიტომ ძალიან მიკერძოებული ან ძალიან შეზღუდული სახით აწვდიან ინფორმაციას საკუთარ მოსახლეობას ევროპის ქვეყნებში. თუმცა ეს იტალიაში არ ხდებოდა, ეს არ ხდებოდა მაგალითად საბერძნეთში, რომელიც ასევე ჩემი ერთ-ერთი საყვარლესი ქვეყანაა. საფრანგეთში და გერმანიაში ხომ ვიცით და ავსტრიაში რამდენად ობიექტურად აწვდენდნენ ინფორმაციას მოსახლეობას და ეს ყველაფერი ჩანდა ჩვენი საპროტესტო აქციები ჩანდა ის თუ რა მხარეზე დგას და რა იდეით არის გამსჭვალული ქართული ხალხი. ძალიან მძიმე იყო ჩემთვის შორს ყოფნა, არ ყოფნა გვერდით, იმიტომ რომ არ იყო ბოლო 40 წლის მანძილზე რას ვარსებობ ისტორიაში, ჩემი ცხოვრების ისტორიაში არ იყო დღე, როდესაც ხალხთან ერთად არ ვდგარ ვარ აი ამ აქციებზე, თუ კი ვიყავი, რა თქმა უნდა, საქართველოში და დღეს საღამოს 7 საათზე ვიქნებით ფილარმონიასთან მუსიკოსები და მსმენელები. ხო, და მსმენელები და დავიწყებთ აქციას ფილარმონიიდან წავალთ გმირთა მოედანზე, სადაც მუსიკით გავაცილებთ, როგორც ბატონო პაატამ თქვა გუშინ ბუჭრულაძე, სულ სიმღერით გავაცილებთ ქართულ ოცნებასო და მე გუშინ თქვი ინგა გრიგოლიასთან ეთერში, რომ სიმღერით არავის გაცილებას არ ვაპირებ და ცოტა ჩემი მეუღლე მეუბნებოდა, რომ გოგო, ესეთი აგრესიული ნუ ხარ და ესეთი პირდაპირ ნუ ხარ, იმიტომ რომ რეალურად გვეშინება. აღარ არის დრო. ხო, არა, ეხლა ხო და შელამაზების დრო არ არის, ძალიან ბევრი კიდევ ალამაზებს და ცდილობს დიპლომატიურად ისაუბროს ამ თემაზე. მე ვერ ვსაუბრობ დიპლომატიურად ამ თემაზე, იმიტომ რომ ვუყურებდი როგორც სემდნენ ჩვენს აბსოლუტურად უდანაშაულო ახალგაზრდებს, მსახიობებს და ხელოვნებს და მექიმებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნამდვილად ვერ ვიქნები რაღაცა ნეიტრალური და დიპლომატიური ამ თემასთან დაკავშირებით. ის ადამიანები, ვინც ჩაიდინა ეს ძალიან მძიმე დანაშაული ამ ბოლო ერთი თვის მანძილზე, ისინი კი არ უნდა გავაცილოთ სიმღერით, ისინი მივაცილოთ, უნდა გდანის ციხემდე სიმღერით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ესე მოხდება, იმიტომ რომ ჩვენ ისტორიულად ვიცით, რაც მოხდა, ერთმა მთავრობამ შეცვალა მეორე მესამე შემდეგ და არავინ არ დაისაჯა არასდროს არც კორუფციისთვის, არ დაისაჯა ქვეყნის განადგურებისთვის, ხალხის შიმშილისთვის და ეს არ დასჯის და დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც გვაქვს და უკვე 40 წელიწადზე მეტი გრძელდება, სამწუხაროდ დარჩა ესე და ჩვენ გვაქვს თაობები, რომლებიც ცვლიან პოლიტიკურ ამინს ქვეყანაში, რომლებიც არ ისჯებიან არც კორუფციისთვის, არ ისჯებიან ფულის მოპარვისთვის ხალხისგან და ასე შემდეგ. თუ ეს არ დავასრულეთ ახლა, და ეს ოღონდ წავიდნენ და ვაიმე მეტი არაფერი არ მინდა. ჩვენ დაგუვა ოღონდ ეს წავიდეს სულ ერთი. არ უნდა წავიდნენ ჩემი აზრით. ოღონდ ეს წავიდეს სულ ერთია ვინმოვა. არა, სულ ერთი არ არის პირველ რიგში ვინმოვა, იმიტომ რომ 12 წლის წინ სულ ერთია ვინმოვა, 9 წლის წინ სულ ერთია ვინმოვაზე ვიყავით და ვიცით რა შედეგამდეც მივედით. ივანიშვილის მთავრობაში თავის დროზე მარტო იმიტომ მოვიდა, რომ წინა მთავრობამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა და არაჩვეულებრივი მოვლენების მერე აიღო და უბრალოდ გადაგვიარა ზედ და ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ პატიობთ, ხალხი პატიობს მთავრობას და ხალხს პირველ რიგში ავიწყდება, რომ ჩვენთვის უნდა მუშაობდნენ, ჩვენ გვემსახურებოდნენ და ჩვენ ვართ ძალიან ცუდ მდგომარეობაში და ამ დროს ჩვენ ვხდით ხელფას, ჩვენ ვარჩენთ ყველაფერი ხდება ჩვენი ჯიბიდან, ხალხის ჯიბიდან. აი ეხლა ვინც დგას გარეთ, ზუსტად ის საზოგადოება, რომელიც პირველად მოხდა ეს, რომ მიხვდა იმას, რომ ის არის მთავარი. ის არის მთავარი და იმან უნდა აკონტროლოს პირველი ნაბიჯიდან. უნდა დამთავრდეს, იცი, ეს ჩემი ნაცნობია და ამიტომ ვერ შევეხები და
ეს უნდა დამთავრდეს. ნეპოტიზმი, ნაცნობობა, ბიძაშვილობა, კატეგორიული, იმიტომ რომ არაპროფესიონალიზმმა დაგუყა თავიდან, აი იმ წუთშივე როგორც კი 12 წელი დადგა და დაინიშნებოდნენ ვიღაცები, ვინც ვიცოდით, ეს ქალაქი პატარა, ყველამ ყველაფერი ვიცით, რომ ეს მისი პროფესიის ხაზით არ არის, უნდა გააპროტესტო. ყველამ თავის საქმე უნდა გააკეთოს. სხვანაირად ჩვენ არაფერი არ გვიშველის, აბსოლუტურად და ეს ხალხი დგას ზუსტად გარეთ. რომელსაც ეს ისე მომწონს, რომ პროფესიებით, სკოლებით, ყველა ცალკეული მარში აქვს კი. კუთხეებით უამრავი ხალხი. არჩევანი დიდი. მართლა, გერმანისტებიო გუში, რო თქვენ, აი ფრანკოფონები იყო ამას წინაზე. აი ფისო მოყვარულთა. ფისო მოყვარულთა. მაგაზე თუ გამოყვარულთა ხალხი და იმას ქნა, რა ქვია, გაბრაზდა თავის გააკეთეს. აჰა, შეჯიბრი, ანუ ეს როგორ არის, მეგრელებს რო შეჯიბრი აქვს, ის უფრო ლამაზი ეზო აქვს, ჩვენ ეგრენა შევეჯიბროთ, ერთმანეთს ვინ უფრო კარგ მარს გააკეთებს, თუმცა კახელებს მაინც ვერავინ აჯობა. არა, კახელები იყო აბსოლუტურად თავის ხაშლამით და თავის ხაშლამით. შილა და ხაშლამი. ანით, აუცილებლად მინდა გკითხო, რამდენად მნიშვნელოვანია, რადგანაც ეხა კულტურის სფეროს წარმომადგენლები ვსხედვართ, ასე ვთქვათ, ამიტომ დავსვავ ამ შეკითხვას, თორემ ყველა სფეროს წარმომადგენელი დგას დღეს ქუჩაში და ყველა იღებს ამ ბრძოლაში მონაწილეობას, მაგრამ მოდი ვთქვათ რაღაცნაირად კულტურის სფერომ ეს საჭე რაღაცნაირად თავიდანვე აიღო ხელში და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დასაწყისი იყო, კარგი სტარტი იყო, იმიტომ რომ ეს ის ადამიანები იყვნენ, ვისაც საზოგადოება მეტნაკლებად იცნობს და რეალურად ძალიან დიდი საქმის კეთება შეუძლიათ ამ ადამიანებს და თუ გადავხედავ, ვთქვათ, სხვადასხვა პროტესტებს, სხვადასხვა ქვეყნებში, აი თუნდაც გაფიცვა, როდესაც ოპერის თეატრი იფიცება, როდესაც ხელოვანი ადამიანები, მუზეუმი იფიცება, ამას ყოველთვის მოყვება ხოლმე აუცილებლად შედეგი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ძალიან ხალხურია და ძალიან გადამდებია ხოლმე. რამდენად მნიშვნელოვანი არის აი ამ სფეროს ადამიანების ჩართულობა და რა შეიძლება, აი ეხლა ჩვენ რაღაცნაირ კრიზისულ სიტუაციაში ვართ. ყველანაირი კრიზისი არის, ფსიქოლოგიური, ეკონომიური, ყველანაირი კრიზისში ვართ და აი როგორ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რა არის კიდევ გასაკეთებელი და გასათვალისწინებელი, იმიტომ რომ ჯერჯერობით რასაც მე ვუყურებ, ძალიან სწორად მოვდივართ, მაგრამ ძალიან ბევრი გვაქვს კიდევ გასაკეთებელი. როგორც წერს ზოგადად ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ხა ხელოვნების სფეროს რაც შეეხება გუშინ ბატონმა გოგი ალექსი მესხიშვილმა თქვა ძალიან საოცარი სიტყვები, რომ ხელოვნება იყო ყოველთვის თავისუფლების და მშვიდობის სადარაჯოზე ისტორიულად, იმიტომ რომ ხელოვნებას აქვს ბერკეტი ბრძოლის, აი ამ ცენზურასთან პირველ რიგში, ხო, ვიცით, რა გზებით ვებრძოდით, მწერლები, მუსიკოსები, კომპოზიტორები და შემდეგ. ხელოვნებას აქვს ბერკეტი ბრძოლის ამ დიქტატურასთან, რომელშიც ვცხოვრობთ ამჟამად, იმიტომ რომ ხელოვნება არის განცალკევებული და რაც მთავარია, ხელოვნება ჯობნის ყოველთვის დიქტატურას ინტელექტით, რომელიც ამ მთავრობას არ გააჩნია საერთოდ. შემოქმედებითია ძალიან. შემოქმედებითი ინტელექტი, რომელიც ჩვენ გვაქვს, თანგუდებს ნიჩთან ერთად და რა თქმა უნდა ამას სჭირდება წახმარება, დახმარება განათლების მიღების სახით, რომელიც ამ არსებულ მთავრობას არც ბუნებაში, არც დაბადებაში და არც შემდგომ განათლებით სამწუხაროდ მამაზეციერმა არ მისცა. და გვაქვს საქმე. ამიტომ ებრძვის ხელოვნებას. ებრძვის და ყოველთვის დაიწყებს. არა აქვს ის და ჩვენ ვიცით მათი მეთაური დიქტატორი ბატონი როგორ რამდენად გაუნათლებელია და რამდენად აკლია ინტელექტი და ამიტომ ის ყოველთვის შეებრძოლება იმ ადამიანს, რომელიც მასზე ზემოთ დგას ინტელექტით და 99% საქართველოს მოსახლეობის ვართ მასზე ზემოთ ინტელექტით, მას მხოლოდ ძალიან ბევრი ფული აქვს და ფულით სამწუხაროდ ისიც ვიცით, რომ ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, ფულით შეიძლება. მაგრამ გაფუჭება შეიძლება ძალიან ბევრი გააფუჭა ამ კაცმა საქართველოში, ძალიან ბევრი კი არ გააფუჭა, მან განადგურებამდე მიიყვანა ქვეყანა და სამწუხაროდ იმ ფულით, რომელიც მას რა თქმა უნდა ძალიან ცუდი გზებით აქვს დარწმუნებული ვარ ნაშოვნი, შეძლო და მოისყიდა იმ ადამიანების პროცენტი, არსებული პროცენტი სამწუხაროდ რომელიც არსებობს, ვინც გაყიდის სამშობლოს დედას, მამას, შვილს და ყველას გაყიდის ფულის გულისთვის და ეს ასე ამას
ამას ხედავთ ახლა ნათლად გვაქვს ხარებასნაირი ადამიანები, მთელი მოსამართლეები, ვინც დღესდღეობით იმ არაჩვეულებრივი ადამიანების საქმეს იხილავენ, ვინც აბსოლუტურად დანაშაულოდ ცემეს, გაძარცვეს პოლიციელებმა, წაართვეს ტელეფონი, ფეხსაცმელი, ქურთუკი და ასე შემდეგ. მეცინება რო არ მეტირებოდეს ისეთ მდგომარეობაში ვიმყოფებით და ეს მოსამართლეები, რომლებიც ჯალათებზე უარესები აღმოჩნდნენ და იმათზე უარესები, ვინც ცემდნენ იმ ბიჭებს ფეხბურთს თამაშობდნენ მათი თავებით. მეთოდია გამოყენებული. შესაბამისად, ძალიან ბევრი აბსოლუტურად გაყიდული ადამიანია ფულზე. ანუ ფულისთვის ყველაფერზე წამსვლელები არიან, აი ეს კატეგორია, ვიზეც ჩვენ ვსაუბრობთ. რუმინეთმა გვანახა არაჩვეულებრივი მაგალითი, ხო, ამას წინებზე იყო ჩარევა რუსეთის არჩევნებში და ვინ გადაარჩინა, სასამართლომ გადაარჩინა ქვეყანა. იმიტომ რომ რეალურად წავიდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ხედავდნენ, რომ იყო რუსეთის ძალიან დიდი ჩარევა არჩევნებში და მე რუმინელ მეგობრებს რომ ველაპარაკე, საერთოდ მითხრეს, არც იცოდნენ ეს კანდიდატი საიდან აღმოჩნდა, ასე უცებ, აღმოცენდა. და ხალხმა თუ არ იცის ახლა ვინც იქ ცხოვრობს, კანდიდატი საიდან აღმოცენდა, ეს ჩვენ ყაველაშვილი რო აი ესე აღმოგვიცენეს, აღმოგვიჩნდა უცებ არ საიდან, აი ესე სადღაც დაახლოებით მსგავსი ისტორია მოხდა რუმინეთში, თუმცა იქ არ არიან გვაჯობეს რუმინელებმა ადამიანობით და არ არიან გაყიდულები ფულზე და გადაარჩინეს ქვეყანა და დღეს ვიცით უკვე რა შედეგია, ხო, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს მე ქართველი ხალხის, იმიტომ რომ არ გამოვა ეს ბაი. არ გამოვა, მაინა. არ გამოვა სხვა. გუშინდელ საუბარს ინგა გრიგოლიასთან ეთერში მოიხსენია, ყველა ამბობდით ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას აპარაკობდა, რა თქმა უნდა, ყველა მუსიკოსი და მეგობარი იქ და რაც მთავარია, ითქვა რომ ძალიან ბევრი მაგალითია და ბატონმა გოგიმ თქვა რომ არ კითხულობენ ისტორიას, ნუ რაზე ვლაპარაკობთ, თქვით რომ გაუნათლებლობასთან გვაქვს ხო საქმე. დიქტატორების ბიოგრაფიაც რომ წაიკითხონ, მიხვდებიან რატო კი. იმის რაც გველოდება. რაც გველოდება და ბატონ ბიძინას რომ წაეკითხა, როგორც ეს ჩემი ებრაელი რუსი მეგობარი ამბობს, ბორიჩკა, როგორც მოსკოვში იცნობენო, რომ წაეკითხა ერთი წიგნი მაინც თავის ცხოვრებაში აუცილებლად გაიგებდა რომ არც ერთ დიქტატურას კარგი დასასრული არ მოყოლია და განსაკუთრებით ბატონ კალაძეს, ბატონ კობახიძეს, პაპუაშვილებს და მდინარაძეებს ეს ბევრი არიან მისი თანაშემწეები, მარჯვენა ხელები და იმათ მინდა უთხრათ რომ ბატონ ბიძინას იმდენი ფული აქვს და იმდენი რესურსი აქვს რომ ის აუცილებლად გაიქცევა, როგორც ასადი გაიქცა მოსკოვში და მათ აი რა აბედიელი რა მაინტერესებს და ჩვენ ვიცით ასადის მინისტრებს რა მოუვიდათ. ტელევიზორიდან გაიგეს რომ ყველაზე კაი მომენტია. და ტელევიზორიდან გაიგეს და მე რა მოუვიდათ ისიც ვიცით რომ ძალიან ცუდად დაამთავრეს. და ხალხმა აიღო ხელისუფლება ხელში და რაც მოხდა მე შემდგომ ეს რა თქმა უნდა ძალიან სევდიანია სირიის ამბავი და საშინელება რაც მოხდა, თუმცა მილიონობით ადამიანი ყავდა ამ დიქტატორს მოკლული და რა ბედიც ეწიათ მის მინისტრებს, ვინც ფულის გამო მის გვერდით ედგნენ, ვიცით და მე არ უსურვებ არავის ასეთ ბედს, არ უსურვებ მათ შორის მიუხედავად იმისა, რომ ეს ბატონები, ვინც დღეს ივანიშვილის განცხადებებს ასე გადმოსცემენ, ჩვენ გვაძლევენ და გვაწვდიან ამ განცხადებებს, ძალიან ცუდად იქცევიან, მაინც მეწოდებიან. კი ბატონო, მაინც ძალიან მეწოდებიან ამ ბედისთვის, რაც მათ აქვს. განსაკუთრებით, როდესაც ფიქრობ, რომ მათაც ყავთ ოჯახები, მათაც ყავთ შვილები და ამიტომ კი. ჩემთვის ეს არის ხოლმე ძალიან მტკივნეული. რომ რატომ უნდა გაუკეთო ასე მე მინდა გითხო ვინაიდან ახლახანს დაბრუნდი საქართველოში, ვისაუბრეთ იმაზე როგორ ჩანს იქიდან მოვლენები და პროცესი და ობიექტურად გაშუქების ნაწილში, მაგრამ აი ენერგეტიკა და იმპულსები რომელიც აქ დამხვდა, მაინც ვერ გადმოეცემა ვერანაირ ეკრანზე და ვერანაირ სოციმედიაში. საინტერესოა როგორი შეგრძნება არის, როდესაც ბრუნდები ქვეყანაში და ასეთი სიტუაცია არის და ასეთი მუხტი და ასეთი ერთიანობა და სახალხო პროტესტი არის, როგორი ჩანდა და როგორი დაგვხდა, ეგ არის ძალიან საინტერესო. იცი რა არის, სანამ იქ ვიყავი, ძირითადად ძალიან მძიმე სურათს ხედავდი, იმიტომ რომ ძალადობისა ის პერიოდი იყო, კადრები იყო, როცა ცემდნენ ახალგაზრდებს, იჭერდნენ, სვავდნენ ციხეში, რაღაცა წარმოუდგენელ დარალდებებს აყენებდნენ და იყო ჭავლის და ეს ყველაფერი ძალიან აქტუალური იყო იმ მომენტში, როცა მე ჯერ კიდევ იმყოფებოდი იტალიაში. რომ ჩამოვედი, საბედნიეროდ ეს ყველაფერი დაწყნარებულია ამ წუთში და არ ხდება ეს რაღაცა ჯოჯოხეთი, რომელიც ხდებოდა, თუმცა ის
ის სურათი, რასაც მე ვხედავ ერთიანობის, სიყვარულის, რაღაცა წარმოუდგენელი სიძლიერე მოდის ამ აქციებიდან და ერთობა მოდის და ყველა რაღაცა ძალიან მშვიდია. ყველა ძალიან მშვიდია, გაწონასწორებულია. ძალიან კარგად იციან, რომ შეიძლება კიდე ერთი თვე იქ უნდა ვიდგეთ, შეიძლება კიდე ორი თვე იქ უნდა ვიდგეთ. კარგად შეგუებულები არიან ამ საკითხსაც, რომ აი არ ვიცით ეს რამდენი ხანი გაგრძელდება, მაგრამ ჩვენსაც უნდა მივაღწიოთ და უკან არ დავიხევთ. ეს იმდენად ნათლად ჩანს და არა მარტო აქ რომ ვარდეს ჩანს, ის იქაც ჩანდა და ეს იქაური ადამიანების გადასახედიდან ეს ჩანდა და ძალიან გვიდგან მხარში, კარგად ესმით, რა თქმა უნდა, რატო ვიბრძვით და რისთვის ვიბრძვით. მაინც გაოცებულები არიან, იმიტომ რომ წარმოუდგენელი ძალა დაინახეს. არავინ არც ერთ ქვეყანაში ამდენ ხანს არ გამოდის და მშვიდობიანად არ აპროტესტებს, იმიტომ რომ არც ერთი მაღაზია არ არის დახურული. საფრანგეთში მაგალითად ნებისმიერი გამოსვლა, რომელიც ილეწება ქალაქს ანადგურებენ და არა პოლიცია იმ შემთხვევაში, საფრანგეთის შემთხვევაში, ხალხი ანადგურებს, ბოლომდე ასწორებს ქალაქს. შანზელიზეზე მახსოვს ფეხბურთის გამო, რამოდენიმე წლის წინ მსოფლიო ჩემპიონატი რომ იყო, რომ წააგო საფრანგეთმა, დალეწეს, გაანადგურეს ქალაქი. ცოცხალი არაფერი არ დატოვეს. მე სულ ამას ვამბობ, კონსტიტუციას რო შეხებოდა, რომელიმე ევროპული ქვეყნის კონსტიტუციას რო შეხებოდა, სახელმწიფო წარმოგიდგენიათ იქ რა მოხდებოდა, რა. ხო, როცა ფეხბურთის გამო ლეწავენ ქვეყანას, ან არც ფეხბურთის გამო და არც რაღაცა ვთქვათ პენსიის და ხელფასის გამო. აქ არის დილის სიცოცხლის საკითხია. ეს არის ჩვენ გავართ ჩვენ აბსოლუტურად კონსტიტუცია თავზე დაგვახიეს და ლევანმა თქვა გუშინ გადაცემაში, რომ თავზე კი არ დაგვახიეს, თვითონ გადაიხიეს კონსტიტუცია თავზე და კონსტიტუციას რომ თავი დავანებოთ, ძალიან ბევრი ამბობს, რომ დრამაში ვარ ჩავარდა, აბა რა გინდათ, ომი გინდათ, შვიდობა არ გვაქვს, ძალიან დიდი ხანია არ გვაქვს, იმიტომ რომ ვინც მან ზის და ძალიან კარგ ხელფასზე ჩვენს კისერზე ცხოვრობს, ის ვერ ხედავს ქვეყანაში რა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. ხალხი მშიერია, ისევ ნაგვისურნებში იქექებიან მოხუცები და არა მარტო მოხუცები უკვე და ახალგაზრდა ადამიანებიც, საშინელი სავალალო ეკონომიკური მდგომარეობა და საშველი არსად არ არის და არაფერს არ ვიტყვი გამოკითხვით და ფაქტებით, რამდენმა პროცენტმა დატოვა საქართველოს ბოლო 12 წლის განმავლობაში. უამრავმა ადამიანმა დატოვა და აი ახლა აქტუალურად, აი ამ მომენტშიც კი გარბიან, ყიდიან ყველაფერს და გარბიან, ოღონდ აქ როგორ გავზარდო შვილი. განათლებას შულს ვეღარ მივაღებინებ და ჩვენ ვიცით რა მოყვება ჩვენ ევროკავშირთან მოლაპარაკების შეწყვეტას მოყვა ის, რომ სავარაუდოდ არც ერთი ჩვენი დიპლომი რა მოყვება იქნება ძალის დიპლომებს ძალა აღარ ექნება. არანაირი და მაგრამ იმ ახალგაზრდებს რო ველაპარაკები, აი ყველა იძახის არსად არ წავალთ. 1%-ითაც არ უშვებენ, რომ შეიძლება არ უნდა, რატო უნდა წავიდნენ, არ უნდა წააგონ. არა, არ წააგებენ. აი ისეთი ოპტიმიზმი და სიმშვიდეთანაც ეს არ არის ემოციურად კი არ გელაპარაკება. ძალიან შვიდად გელაპარაკება. არა, რას ამბობ? აუცილებლად მოვიგებ. სხვა ვარიანტი ამ ქვეყანას არ აქვს. აი, რა დროს გავზარდეთ ეს ბავშვები, რა დროს გახდნენ ესეთი განათლებულები. მე გეუბნები 20, 21, 22, 20, აი სულთლად თითქოს ძალიან სწრაფად მოხდა. თითქოს გვეგონა 2000-იანების ბავშვები არიან. ანიტა, აუცილებლად მინდა გკითხო, ის რომ ადამიანი არის ძალიან ცნობილი მთელ მსოფლიოში, ძალიან წარმატებული თავის საქმეში და როდესაც მის ქვეყანაში დგება ძალიან მძიმე სიტუაცია, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა შენ გულისხმობ, ყოველთვის აფიქსირებ შენს აზრს და ამის გამო არაერთი წინააღმდეგობა შეგექმნა და მოდი ვთქვათ, არ მიყვარს ხოლმე ამ სიტყვის ხმარი, მაგრამ ბულინგის მსხვერპლიც იყავი. არ არის ეს მარტივი, მით უმეტეს, როდესაც ასე ვთქვათ, შენ საქმეს აკეთებ, ძალიან ბევრი საქმე გასაკეთებელი ყავს, ოჯახი ყავს. ძალიან კარგად აკეთებ ამ საქმეს. რთულია ამ ყველაფერთან ალბათ შებრძოლება და ძალიან რთულია რომ რაღაცნაირად მოერიო ამ ყველაფერს, არ დანებდე და გააგრძელო სვლა და ის შენი თავისუფლების ხმა ყოველთვის გააჟღერო იქ სადაც საჭიროა. საქმე იცირაშია რთული არ არის, იმიტომ რომ ამ ადამიანების ლანძღვაგინებას ჩემთვის აბსოლუტურად რაიმე მნიშვნელობა რო კონდეს, მაშინ რთული იქნებოდა და მე არ ვიცი ეს ადამიანები ვინ არიან, არც არ მინახი, არც არ ნახავ, არ ვიცნობ და არ გავიცნობ აუცილებლად, რომ მსგავსი მენტალიტეტის ადამიანთან
საერთო არაფერი არ გამაჩნია. ამიტომ არ მაღელვებს რას დაწერა, ანუ ფსევდო სახელით და სურათო, ან სურათიანი, მაგრამ ყალბის სურათიანი რაღაცა ტროლური კომენტარების გაკეთება შეუძლია აბსოლუტურად ყველას. პირში დადგეს და მითხრეს ადამიანმა. თვალებში ჩამხედოს და ის სისულელეები მითხრეს, აი სისულელეებიც იქ დაწერა, გამეცინება და დავცინებ, იმიტომ რომ ნაციონალი ხარ და შეგაყიდულო და შეგამოყიდულო და შენ ხარ მოღალატე და ჩვენ არ ვართ მოღალატების. მსგავსი კითხულობ რა თქმა უნდა კომენტარებს, მაგრამ ჩემზე ნული გავლენა აქვს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ აბსოლუტურად არ მაინტერესებს იმ კომპიუტერის მიღმა და იმ კლავიატურის მიღმა, ვინ ზის და აი ამ სისულელეებს ვინ ბეჭდავს. ეგ გარდატეხაც მოხდა. აღარ აქვს მნიშვნელობა. აღარ აქვს მნიშვნელობა. ანუ ამ ბულინგს ჩემთვის აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა და იცი რატო არ აქვს მნიშვნელობა. ერთი ძალიან მთავარი მოტივის გამო. მე ვიცი, რომ მე ჩემ თამთან მართალი ვარ, ჩემს ხალხთან მართალი ვარ და ქვეყანასთან მართალი ვარ. მე ვიცი, რომ მე რაღაცა პოლიტიკური პარტიების ინტერესებს კი არ ვიცავ და ეს არასდროს არ ყოფილა ჩემი არსებობის განმავლობაში. მე ვიცავ ჩემი ქვეყნის ინტერესს და როგორც მოქალაქე, უბრალო მოქალაქე, დავანებოთ თავი, რომ ქვეყნის სახელი გავიტანე გარეთ რაღაცა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორც მოქალაქე, როგორც ყველა ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები, გადასახადების გადამხდელები და ჩვენ ქვეყანაზე და ჩვენ შვილებზე პასუხისმგებელი ადამიანები, მე მინდა ჩემი შვილისთვის უკეთესი ქვეყანა. მე არ მინდა გავიქცე გერმანიაში, მე არ მინდა მომიწიოს გაქცევა ავსტრიაში. ყველა ქვეყანა იქნება ბედნიერი, სადაც რა თქმა უნდა. წავალ ნებისმიერ ადგილას კარები მაქვს ღია. ვარ საბერძნეთის მოქალაქე ვარ. საბერძნეთის მოქალაქე ვარ უკვე დიდი ხანია, თუმცა ამაზე ანუ შემიძლია ძალიან მარტივად ვენაშიც წავიდე, ავსტრიამ თავისი მოქალაქეობა რამდენი ხანია უკვე შემთავაზა, ოღონდ თეატრში ვიყო და ვმღეროდა. არ ვიზავ, იმიტომ რომ მე ძალიან მინდა, რომ ჩემი შვილი გაიზარდოს აქ, სწავლობდეს აქ, აქ მიიღოს განათლება, ამ განათლებას რაიმე ძალა ქონდეს და მნიშვნელობა. ისევე როგორც სხვა ქვეყნებში. და ამისთვის რომ ვიბრძვი ამ მომავლისთვის, ამიტომ მე იქ რას დაწერენ, როგორ გამლანძღავენ, ძროხას მიწოდებენ თუ კამეჩს თუ არ ვიცი რასაც წერენ, ძალიან მეცინება ხოლმე და ამათ პროპაგანდას აყვებიან, იმიტომ რომ მე მაგალითად ხსოვს, ძალიან მეცინება აყვებს. წულუკიანმა რომ გაავრცელა სპეციალურად ხელახლა ჩემი ტანგოს ვიდეო, მარტო იმ მიზნით რომ დავებულინგებინე, ჩემი ავტორიტეტი დავარდნილიყო, იმიტომ რომ მე ძროხამ როგორ ვიცეკვე ტანგო. ეს იმდენად დაბალი დონის იაფფასიანი რაღაცა манипуляცია მინისტრისგან რა კულტურის მინისტრისგან იმდენად დაბალი დონის რაღაცა манипуляცია რომ ადამიანის წონაზე და სხეულზე ვაკეთებთ ჯერ კიდე ბულინგს 21 საუკუნეში ნუ აი ძალიან მეცინება არა მე მომწონს ყველაზე ძალიან ხშირად მიწერ ეს ბებერი ქალი როდის მოცილდება მოხვალ შენ თუ მოხვალ ჩემ ასაკამდე და იქნები კიდე ეს მათი პრობლემა არის მათი პრობლემა კი მათი პრობლემაა და ბებერი ქალები არ არსებობენ ძალიან დიდი ბოდიში რა. აი აბსოლუტურად ეს წაიშალა, რაც უნდათ ის წერონ. არა, მართლა არანაირი ნული მნიშვნელობა აქვს აბსოლუტურად მათ საუბარს. ვკითხულობ, იმიტომ რომ მე ყოველთვის მინდა ვიყო ინფორმირებული, თუნდაც იმ საზოგადოებრივ აზრზე, თუნდაც იმ მოწინააღმდეგე აზრზე, რომ გავიგო რა მოტივი აქვს ამ ადამიანს, რა ამ სისულელეს წერს და რა მოტივია განსაკუთრებით ყველა იმ ადამიანს, ვინც აი ამ რეალობაში, რომელშიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ, კიდევ ამათ მხარეს არის. ანუ რა უდევს? აი ვერ ვიგებ. რა мотиваცია უდევს თავში? ვინც ფულს არ იღებს იმაზე ვამბობ. იმაზე ვაბარა. უბრალო მოქალაქეებზე ვამბობ, ვინც დღემდე ამათ მხარეს არიან, იმდენად პროპაგანდის მსხვერპლი არიან და რაღაცების ასეჯერად ესეთი ადამიანები. და ნუ რა თქმა უნდა, ის ფაქტიც არის, რომ ძალიან ბევრი ტელევიზია სამწუხაროდ რაიონებში და სოფლებში არც აჩვენებს. ამიტომ მათ თომა აქვს მხოლოდ პროპაგანდისტულ არხს. მხოლოდ და მხოლოდ. ანიტა, აუცილებლად მინდა კითხო, რაზე მუშაობ ამჟამად და რა საქმიანობ და რა გეგმები გაქვს. არ ვიცი, რამდენად მართალია, მე მოვყარი ყური იმასაც, რომ პატა ბურჭულაძემ თქვა, რომ ლაღიძის ლელას შეასრულებს. კი, დღეს საღამოს. ეს საღამოს როგორ. კი, პირობები რა თქმა უნდა არ გვაქვს სახარბიელო, იმიტომ რომ ქუჩაში ვიდგებით, მანქანაზე უნდა დავდგე და იქიდან ვიმღერო. საინტერესო გამოცდილება იქნება. შეგაწყვეტინებთ, სანდრო, გუშინ ვამბობდი, რომ 24 დეკემბერს 2019 წლის შემხვდა ფოტო ჩემს
Facebook გვერდზე, სადაც პარიზის ოპერა იყო გაფიცული და ბალერინები გამოსულები არიან ოპერის წინ, ეტყობა გედების კოსტიუმებით და დგანან და მაინტერესა არ მახსოვდა რასთან დაკავშირებით, რაღაცა პენსიებთან დაკავშირებით, მოკლედ რაღაცა პრობლემა და რაღაცა პერიოდის განმავლობაში ბალეტს ისინი ცეკვავდნენ ქუჩაში და ყავდათ უამრავი მაყურებელი, იმიტომ რომ ძალიან ძვირი ღირს ოპერები პარიზის ყველა ვერ ახერხებს იქ ასე ვთქვათ მოხვედრას და ქუჩაში ეს საშუალება მიეცა ხალხს და რაღაცნაირად ოპერის ბალერინები ცეკვავდნენ ქუჩაში და ეხლა გამახსენდა ეს დღეს მანქანაზე დღეს ვიმღერებ და მარტო მე ვიმღერებ ლელას არიას რა თქმა უნდა, მაგრამ მარტო მე მინდა რომ ყველამ ვიმღეროთ დღეს იქ საღამოს ლელას არია, რომელიც სიცივეში ცოტა რთული კი არის. არა, ახლა ამ მომენტში მე მგონი ამას არსებული მნიშვნელობა ძალიან გაციებული ვიყავი ისედაც და არა უშავს. ამიტომ მე მგონი ყველაზე დიდი მნიშვნელობა ის იმ მუხცა აქვს, რომელსაც მივცემთ ამ მუსიკით იქ მდგომ ადამიანებს და ვინც გვიყურებს ტელევიზიით. ბატონ პაატასთან ერთად ვიქნები დღეს, ძალიან ბევრი მუსიკოსი იქნება დღეს იქ და ძალიან ბევრი ამ მუსიკის მსმენელი და ასევე როგორც გუშინი თქვა არაერთხელ ინგასთან გრიგულიასთან ეთერში, ყველა მღერით და ყველა ვცეკვავთ და ყველა ვართ მუსიკოსები და ყველას ნამდვილად შეგვიძლია რომ ავყვეთ ლელას არაჩვეულებრივ არის. ხორუმს ვცეკვავთ, ლელას არიაც ყველა შეგვიძლია რომ ნამდვილად ყველა ძალიან კარგად, როგორც ჰიმნი იცის. ამიტომ გვინდა რომ დღეს მე კი არ ვიმღერო, ყველამ ვიმღეროთ ლელას არია გმირთა მოედანზე. ძალიან საინტერესო გამოცდილება ელოდება დღეს ხალხს გმირთა მოედანზე. და საშუალება მიეცემათ რომ ისე აი ვინ უკეთეს გააკეთებს. აი ეს არის შევეჯიბროთ ვინ უკეთესი იქნება ამ ასეთები არამშვიდობიან დროს. ასეთები ვართ ნიჭიერები და აი აბსოლუტურად კრეატიულები. ყველა რეგიონი აი ნუ თავისი კრეატივით მოდის და ამაზე ფიქრობენ. ნუ ამიტომ ვერავინ ვერასდროს ვერ მოგვერება. ხო, ჩვენი ერთობის ეშინია ჩვენს მტერს ყველაზე მეტად. იმიტომ რომ 12 წელია ამას ფიქრობენ, როგორ გათიშონ ეს ერი ერთმანეთისგან და როგორ გადაამტერონ. და ეხლა იქნება ამის ძალიან დიდი მცდელობები ალბათ და რაღაცნაირად რო გრძელდება, ეხლა ერთი თვე პატარა დრო არ არის. და მე ძალიან ვღელავ რომ აი არ იყოს რაღაცნაირად ემოციური ფონი იმდენად არ დაიძაბოს, რომ რაღაცნაირად არ ავფორიაქტეთ. აი სიმშვიდეა ძალიან კარგი. მე მგონი პირიქით არ ავფორიაქტით, ბევრად უფრო გაწონასწორებულები ვართ კი ამ პერიოდში და ყველაზე რა თქმა უნდა გარდამტეხი მომენტია 29-ში იქნება, როდესაც ეცდებიან რომ ფსევდო რაღაცა არალეგიტიმური პრეზიდენტი დაგვისვა, რომ ეს თვითონ აერჩიეს. ძალიან საინტერესო არჩევნები ქონდა, ერთი ადამიანი განერჩევდნენ. ანუ ეგეთი არაფერი არ გამიგია არასდროს. თან რა არის იცით ყველაზე საშინელება, ისევ გაუნათლებლობას და ინტელექტის ნაკლებობას რომ მიუბრუნდეთ. პრეცედენტი იმის, რომ შენ პრეზიდენტად ქვეყნის სვავ გაუნათლებელ ადამიანს, რომელსაც მხოლოდ გააჩნია სკოლის დიპლომი, მე-9 კლასის და ამ დროს ოფიციანტადაც რო დაიწყო საქართველოში მუშაობა, შენ გთხოვენ უმაღლესის დიპლომს, სასაცილოა, ხრაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ესია და ორი ენის ცოდნას. ყაველაშვილმა არც ენები იცის და არც დიპლომი აქვს არანაირი და პრეზიდენტად შეუძლია რომ დაჯდეს. რის პრეცედენტს ვამყარებთ ქვეყანაში, რომ როგორი გაუნათლებელიც არ უნდა იყო, შეგიძლია საქართველოს პრეზიდენტი გახდე, ანუ ამის მაგალითს ვიძლევით და გუშინ შემხვდა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, სადაც ვერ უსმენ ამ კაცს აბსოლუტურად მართლა ვერ უსმენ, იმდენად არაადეკვატურია მისი საუბარი. სადაც ამბობს პირდაპირ ადამიანები უნდა დაიყვანო ისეთ დონეზე, შეუგნებლობის დონეზე, სადაც შეგიძლია ადვილად აკონტროლო. ამას პირდაპირ ამბობს ადამიანი ინტერვიუში. უნდა გაუნდოლო და მე როგორც გინდა ისე უნდა მართო და როდესაც ადამიანი ამას გეუბნება პირდაპირ და მე კვლავ გვახსოვს ის ცნობილი ინტერვიუ, სადაც ამბობს, რომ მე ჩემი ფულის გარდა არაფერი არ მაინტერესებს. არაფერი არ მეო ქართული ხალხის ინტერესს არ ვატარებო, მეო ჩემი ფული უნდა დამიბრუნონო. აი ამ ორი ინტერვიუს მერე რანაირად რჩება ვიღაცა ამ კაცის მხარეს. მარტო იმიტომ რომ ნაციონალები არ მოვიდნენ, ნაციონალები აღარ მოვლენ მთავრობაში, ხალხო. ვიღას ახსოვს ნაციონალები, ძალიან მეცინება ამ ყველაფერზე. არავის, ანუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ უნდა მოხდეს არჩევნები აუცილებლად და ქვეყანა უნდა გადარჩეს. შვიდობით და სწორებ ფორმით უნდა ავირჩიოთ უკვე მართლა ხალხის არჩეული პოლიტიკოსები. ანუ ჩვენ ახლა ვერ დავждებით და ვერ ვიტყვით იმას, რომ პოლიტიკოსები არ გვინდა. არ გვინდა, კი, არ გვინდა გასაგებია, მაგრამ ვიღაცა უნდა მართოს ქვეყანა. პოლიტიკა არის პროფესია.
ხედა ამას. კი ბატონო, ამას ან სწავლა. ამ შეკითხვასაც დაგისვამ, იმიტომ რომ ეს შეკითხვაც ძალიან ხშირად ისმება საზოგადოებაშიც და ზოგადად სულ გვესმის, რომ აი მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება და თავისუფლება და ხალხი გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში. მე როგორ წარმოგიდგენია ამ ქვეყნის არსებობა, რა იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი და რა არის ამ შემთხვევაში საზოგადოების, ასე ვთქვათ, მოვალეობა, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ მთავარი საჭე მაინც ამ ქვეყნის მოქალაქეებს უნდა ეჭიროთ ხელში, როგორც ყოველთვის ასე იყო. კონსტიტუციაში ჩვენ ასე გვიწერია, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ ეს. მაინც რაღაცნაირად ვერც ერთხელ ვერ მოვახერხეთ და როგორ ვფიქრობ, მზად არის დღეს უკვე საზოგადოება იმისთვის, რომ ეს პასუხისმგებლობა აიღოს და აღარ მისცეს უფლება არავის, რომ მასზე იმოქმედოს სულ. ის თაობა, რომელსაც ჩვენ ხედავთ დღეს ქუჩებში, აბსოლუტურად მზად არის ამისთვის. თავარია ჩვენმა გადაღრძოებულმა თაობამ არ შეუშალოს ხელი. აი ეს არის ყველაზე მთავარი ჩემი გზავნილი, ანუ 2000-იანების 21 საუკუნის ახალგაზრდებმა ძალიან კარგად იციან თავისი უფლებებიც, დემოკრატიული ქვეყნის საფუძველიც, ბრძოლის მეთოდებიც, რომ ეს არ უნდა იყოს არასდროს ძალადობით გაკეთებული საქმე. ძალიან კარგად იციან, იმიტომ თვითონ არიან ძალიან მშვიდობის მოყარე ადამიანები. და ნებისმიერ განსხვავებულ ათემაზე შეიძლება დაილაპარაკოს. აბსოლუტურად ყველაფერზე მათთან შეგიძლია დაამთავრონ ეს საუბარი და ძალიან მოწონს ის, რომ თუ არ გეთანხმება, კი არ გეუბნება, წყნარად ტრიალდება და მიდის. იმიტომ რომ ანუ ან პირდაპირ გეუბნება, არ გეთანხმება და მორჩა, ანუ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანაში რომ შეიცვლება სიტუაცია და შეიცვლება აუცილებლად ეს იქნება ერთ თვეში, ორ თვეში თუ სამ თვეში, არა აქვს ამას მნიშვნელობა არსებითი. თავარია რომ შეიცვლება და რომ მოვა ლეგიტიმური ხალხის მიერ არჩეული მთავრობა, ძალიან მნიშვნელოვანია რომ შეიქმნას ისეთი სისტემა და ამას კვლავ მე ახლა არ ვარ მაგ სფეროში გათვითცნობიერებული ადამიანი, თუმცა ეს საქართველოს პრეზიდენტის ქალბატონი სალომეს დახმარებით იქნება თუ გაერთიანებული პარტიების და კოალიციის დახმარებით იქნება, ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა, რომელიც აღარასდროს საქართველოს ისტორიაში არც ერთ პარტიას აღარ მისცემს იმდენ უფლებამოსილებას, რომ აკონტროლოს ქვეყანა ისე, როგორც ამას აკეთებს ქართული ოცნება. პირველი რაც უნდა გაკეთეს, ეს უნდა შექმნას დემოკრატიული ისეთი სასამართლო, რომ მე იმედიანად. არა, ჩვენ სასამართლოს იმედი ძალიან დიდი ხანი არ გვაქვს, არაფერში აბსოლუტურად. აი ეს არის ყველა მოსამართლე გარკვეული, რა თქმა უნდა, ადამიანების გარდა ერთეული, ძალიან კარგი მოსამართლეების გარდა დანარჩენი ყველა ძალიან ერთეული, დანარჩენი ყველა აბსოლუტურად ფულზე თუ კომპრომატებზე blackmailing-ი რასაც ეძახიან, ამაზე არიან გაყიდულები. ან ეშინიათ, იმიტომ რომ რაღაცა აქვს მთავრობას მათზე კომპრომატი, ან ჩვეულებრივად ფულს დახარბდნენ და ამიტომ სასამართლო სისტემა გვჭირდება და ეს საჯულთა სისტემა, რა თქმა უნდა, აუცილებლად შემოსაღები, იმიტომ რომ მთელ მსოფლიოში არის და ჩვენთან რატომ ვართ ერთ გაყიდულ მოსამართლეზე დღემდე დამოკიდებულები, მე ამას ვერ ხვდები. გასაფართოებელი არის მათი განსჯადობა, იმიტომ რომ ეხლა არსებობს და რამდენიმე სისხლის სამართლის მუხლი არის და გასაფართოებელია, კი, რომლებზეც განსჯადობა არსებობს ამ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ რადიკალურად შეიცვალოს მიდგომა მართვის სისტემასთან და კონსტიტუციას ვცეთ პატივი, რომელშიც როგორც შენ აღნიშნე, წერია ეს წერია რომ ხალხის ხელში უნდა იყოს მართლა, მაგრამ ამას რა თქმა უნდა, როგორც თქვი, თავზე გადაგვახიეს და არაფერს პატივს არ სცემენ, შესაბამისად ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები მთავრობის შეცვლის მერე უნდა გატარდეს და უნდა იყოს კოალიციური კონტროლის ქვეშ უნდა ხდებოდეს ეს ყველაფერი. არავინ აღარ უნდა იყოს. სოლიდარულები უნდა ვიყოთ, სოლიდარულები ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ვისწავლოთ გაპროტესტება და ვისწავლოთ სოლიდარობა. მე მახსენდება აი გალანძღვა კი არ უნდა ვისწავლოთ. მე მახსენდება, როდესაც ოპერის თეატრიდან ტექნიკური პერსონალი გაიფიცა მაშინ, იმიტომ რომ რაღაცა პრობლემა ჰქონდათ მათ და არ ვიყავით სათანადოდ სოლიდარული. მათ შორის მე ჩემ თავზე ვიძახი პირველ რიგში და მე ეხლაც გარეთგანან მომღერლები, მაგრამ ადმინისტრაცია, იმიტომ რომ ისევ როგორც კონსერვატორიაში გარეთგან მაგრამ არა ადმინისტრაცია. იმიტომ რომ როგორც ოპერის, ისე კონსერვატორიის ადმინისტრაცია ძალიან ჩვეულებრივად ემსახურება ამ მთავრობას. რა საკვირველია, როგორც ჩვენი ახალი ფსევდოკულტურის მინისტრი. უკაცრავად მე ისიც მახსოვს, რომ ვერდის და იმის ოპერებს რუსულად მღეროდნენ და რა უნდათ ეხლა რომ დაბრუნდნენ? არა, ვითარ შემთხვევაში ეს არ მოხდება. იყო ნათარგმნი მშვენივრად. პირველი შემთხვევაა, რომ
მუსიკაზე არ მილაპარაკე ანიტასთან, მაგრამ მე ასე მგონი ამის დრო გვექნება, ამის ხალისი გვექნება, ხალისი სულ გვექნება ამის და იმის შესაძლებლობა, რომ აი თები გაშალოს სტუდიაში ანიტამ და მე კიდე ყველასთან ერთად, ბევრ ადამიანთან ერთად ისევ გზდიო იმ სპექტაკლებზე, სადაც იცი როგორ ქვეყანაში მინდა რომ ცხოვრობდე, რომ გავიგებ რომ ანიტას კონცერტია ვთქვათ ვენაში, რომ ვიყიდი ბილეთს და აი გავფრინდები. გავეწრები კონცერტს და უპრობლემოდ ჩამოვალ ჩემს ქვეყანაში. ჩვეულებრივად კეთდება ეგო. ანუ ის რაც ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა სოფლიო დანარჩენი სოფლიოსი ჩვენთვის დღესდღეობითი პრობლემა. ძალიან დიდი უზარმაზარ. ყველაფრისთვის დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ, ძალიან დიდი მადლობა თქვენ. მეც კი მასწავლი სიმამაცეს და ჟურნალისტებს ზოგადად ძალიან დიდი მადლობა. თქვენ ხართ გმირები და თქვენს გარეშე ის რეალობა, რომელიც გაშუქდა ამ ერთი თვის მანძილზე, არ გაშუქდებოდა და ვერ მოხდებოდა ამ სიმართლის მიწვდენა. ოპერატორებს ძალიან დიდი მადლობა, თითოეულ ჟურნალისტს ძალიან დიდი მადლობა, გამხმოვანებლებს, მონტაჟის სტუდიაში ვინც ხედან, ყველას ვინც მუშაობს. ყველაფერი და მე წარმომიდგენია რამ ხელაში რომ ამ ყველაფერში ჩადებული. ძალიან დიდი ომი გასწიეთ, დაისაჯეთ ფიზიკურად და მორალურად დაისაჯეთ ამის გამო ეს იქნება ოპერატორი თუ ჟურნალისტი. და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა, რომ თქვენ გახართ ქვეყნის მხარეს. ჩვენ 12 წელია ასე ვიბრძვით, ვომობთ ოპოზიციური ტელევიზიები და ჩვენ განსაკუთრებით არ მერიდება ამის თქმა, მაგრამ ჩვენ ამ ომსაც მოვიგებთ და ბედნიერი იყოს 2025 წელი და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად იქნება ბედნიერი და აუცილებლად იქნება დიდი გამარჯვების წელი. აუცილებლად მარინა ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მარინა. ესეთი არაჩვეულებრივი სტუმრისთვის, არაჩვეულებრივი შესრულებისთვის, რომელიც მოგვასმეინე მშვიდობიანი და ბედნიერი წელი მინდა. ძალიან კარგი ბოლო რუბრიკა გამოგვივიდა 2024 წლის. შევხვდებით 2025 წელს. შევხვდებით აუცილებლად. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. ჩვენ ხანმოკლე რეკლამაზე გავალთ და რეკლამის შემდეგ სალომე დადუნაშვილთან ერთად დავუბრუნდებით, უნდა ვისაუბროთ ნაძვის ხის შექმნის ისტორიაზე. ასე რომ დაგვეცდეთ.